დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. ეხლა ვარ ბუნების წიაღში და მინდა რომ თქვენთვის გავაკეთო საჯარო გაშლა. მოდი ჩაიფიქრეთ ადამიანი და გავარკვიოთ ეხლა, რა დამოკიდებულებით არის თქვენთან. გავაკეთებ გაშლას ტარო რაიდერით, ჩვენი ახალი დასტით, ასე რომ დავიწყოთ. რა დამოკიდებულებით არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ? რა დამოკიდებულებით არის? მეგობრებო, ხმლებით გებრძოლებათ ეს ადამიანი იმისთვის რომ თქვენთან რაღაც ახალი დაიწყოს. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ თქვენთან ერთად ნავში ჩასხდეთ და სადმე წახვიდეთ. ძალიან უნდა, მაგრამ ეტყობა თქვენ არ ხართ მასთან. ეს ძალიან დიდი მძიმე ტვირთია მისთვის. სულ ხმრებშია, სულ მეგობრებო. ეს ადამიანი კიდევ თქვენზე ფიქრობს, მაგრამ უფრო მეტად ფიქრობს ფინანსებზე. მისი დამოკიდებულება ეხლა გადასულია ფინანსებზე. ძალიან ცუდადაა თქვენთან მიმართებაში, ამიტომ გადართულია ფინანსებზე. კი, გულზე ხელები აქვს დაკრეფილი, თუმცა ძალიან დიდი სიყვარული. ემოცია სავსე აქვს უკვე, გადმოსდის ემოცია ამ ადამიანს და სად წაიღოს არ იცის. მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ადამიანს არ ძინავს ღამით მეგობრებო. არა, მას ღამით არ ძინავს, ღამით უძილობა აქვს. იმიტომ რომ თქვენ ხმლებში ხართ. თვითონ ხმლების პაჟია და თქვენ კიდევ ხმლების დედოფალი. კი, შეგიყვანათ ხმლებში მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა თქვენთან მოსვლა, თქვენთან მოფრენა უნდა, თქვენთან მოსვლა უნდა, გამოჩენა უნდა. კი, ფინანსებით უნდა, იმიტომ რომ როგორ გეკამათებათ, როგორ გეჩხუბებათ, ვერ გიხსნით, კი გიხსნით, ვერც მოაქვს თქვენამდე, სამიანები, ანუ მეგობრებო, სამიანების თასი, სამკუთხედი, კლასიკური სამკუთხედია. თუმცა მანიპულაციებით. ამ ადამიანმა თქვენგან წავიდა, ზურგი შეგაქციათ, ეხლა არის ამიტომ ძალიან ცუდად. თუმცა ეს ყველაფერი იყო გამოწვეული მანიპულაციებით. მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ბოლო რას გადაწყვიტავს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, მეგობრებო. პაჟი, კვერთხების პაჟი. კი, ხედება თქვენსკენ. თქვენთან მუშაობა უნდა ურთიერთობაზე, მაგრამ კარგად დააკვირდით, რომ მოვა რისთვის მოვა. აუცილებლად გამოვა, მეგობრებო, ცხრიანების კვერთხები. აუცილებლად გამოვა, თქვენსკენ იხედება, კონტაქტზე გამოვა, იმიტომ რომ ნახეთ, ჩახმალულია, ათიანების ხმლებშია. ძალიან ცუდათაა, ამიტომ უნდა გამოვიდეს თქვენთან. მხოლოდ იმიტომ უნდა გამოვიდეს, რომ ცუდათაა თქვენს გარეშე, სხვანაირად არ გამოუვა. ამიტომ კარგად დააკვირდით, რისთვის მოვა, თუმცა მოდის ურთიერთობაზე სამუშაოდ. კიდევ მისი გადაწყვეტილება. მეგობრებო, პენტაკლების, სამიანების პენტაკლები. ამ ადამიანიდან ელოდეთ მოლაპარაკებებს. ამ ადამიანიდან ელოდეთ, კი, ცოტა კამათის მხრივ გამოვა კონტაქტზე, თითქოს ვერ მიხვდებით რა უნდა, მაგრამ იცოდეთ რომ აუცილებლად გამოვა მოლაპარაკებებზე, კი. შემოთავაზებებზე, კი, მეგობრებო, პასუხისმგებლობას აიღებს. მეგობრებო, პენტაკლების მაპატიეთ, პენტაკლების დედოფალი და იმპერატორი, ანუ თქვენ ეხლა შეცვალეთ უკვე დამოკიდებულება მის მიმართ, ამიტომ ეს ადამიანი ხედავთ პენტაკლების დედოფლად და თვითონ იმპერატორად აღიქვამს საკუთარ თავს. აქ შეიძლება იყოს თხა, მიწის სტიქია, აქ შეიძლება იყოს კიდევ ჰაერის სტიქიაც. რომელიღაცა თქვენგანი, ყუროთ შეიძლება იყოს, ლომით შეიძლება იყოს, ხატია ლომი, კი, ლომის სტიქია შეიძლება ცეცხლის ენერგიები ხატია, მეგობრებო, ასე რომ ვისთან როგორ რეზონირდება, გელოდებით კომენტარებში და ელოდეთ ამ ადამიანს. აბა დროებით.